ამას წინათ დავდე ნაშრომი ქუჩის შავმაგებზე, რომლებიც ლარიანს ითხოვენ და სინამდვილეში შავმაგიას აკეთებენ. ნაშრომს სახელი ქვია დაცვის გარეშე სულიერი ბანკროტი ხარ. ქუჩის ლარიანის შავი მაგები. ამ ვიდეოზე პასუხობს ერთი ადამიანი კომენტარში და წავიკითხავ. ჯორჯ, დიდი ხანია გისმენ და პრაქტიკაში ძალიან მეხმარება შენი ვიდეოები. თუმცა გუშინდელამდე მაინც ბოლომდე არ მჭიროდა რაღაცეების, სანამ არ გადამხდა მეთავად თავს. მოკლედ ვიყავი ოქროს ბირჟაზე და მოვიდა ერთი ჭაღარა კაცი. შარვალ კოსტუმი ეცვა. მათხოვარს და მაწანწალას არ გავდა. არანაირად. ამ კაცმა მთხოვა 2 ლარიანი. მე ინსტინქტურად ვუთხარი 3 ლარს მოგცემ მეთქი და უცებ ამოიოხრა შეწუხებულისავით და გაბრუნდა პასუხიც არ დამიბრუნა. მანქანაში რომ ჩავჯექი, მერე შენი ეს ვიდეო გამახსენდა და ყველაფერი ამომიტივტივდა. მანამდე მქონდა შემთხვევა მეტეხის ტაძარში. მოკლედ ეს ადამიანი სხვადასხვა ვარიანტებს ყვება და ეხლა დააკავშირა ყველაფერი ერთმანეთთან. ეს გასაგებია რომ ეს ხდება, მაგრამ ადამიანი მივიდა ერთ კითხვამდე. მოკლედ უკვე გაჭირვებულის დახმარებისაც კი მეშინიაო. ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ, ადამიანებო, მეგობრებო, ჯამაათნო, ქართველნო, ჭეშმარიტი ღვთიური ძალა გროვდება, როდესაც შეუპოვარს ეხმარები. იესომ ამისთვის ცალკე მოვლენა ფაქტი მოახდინა. შეუპოვრის დახმარება არის ფუნდამენტი, იცოდეთ ეს. და ყველაფერს აგიხსნით, რა უნდა ქნათ, როგორ უნდა ქნათ, რა არის ფუნდამენტი და ასე შემდეგ. სტუდენტი როდესაც ვიყავე, ერთი ფუნდამენტური კითხვა დამიჩნდა. ვის უნდა დაეხმარო და ვის არა. ამისთვის გადავიცვით შეუპოვრის ტანსაცმელი, დავხიე ტანსაცმელები, დავსვარე და დავჯექი სამათხოვროდ. ექსპერიმენტის მიზანი იყო გამერკვია ადამიანები ნამდვილად აცნობიერებენ თუ არა ვინ არის დასახმარებელი და ვინ არა. სადღაც 2 წუთში 3 ლარამდე ავაგროვე. შემდეგ გავაჩერე ექსპერიმენტი და შეუპოვარს დავეხმარე იმ თანხით, რა თქმა უნდა. მაგრამ რა დასკვნები გამოვიტანე? დასკვნა ნომერი 1. შენ არიცი ვინ არის დასახმარებელი და ვინ არა, ჭეშმარიტად. დასკვნა ნომერი 2. მახსოვს ის შეგრძნება იმის მიუხედავად რომ ექსპერიმენტი იყო და მართლა შეუპოვარი არ ვიყავი, აი თავს უგრძნობდი კატასტროფულად. ასეთი დამცირებული შეგრძნება არასოდეს არ მქონია ცხოვრებაში. და რატომ გიყვებით ახლა ამ ფაქტს? გავშლი დეტალებში. მაგრამ სანამ ამ თემას გავშლი, პირველ რიგში მინდა აგიხსნათ, ვის შეგიძლიათ დაეხმაროთ, ვის შეგიძლიათ არ დაეხმაროთ, სად გადის უსაფრთხოების და ჭეშმარიტების და ღვთიურობის საზღვარი. შენ უნდა აირჩიო ადამიანები, შეუპოვრები, რომლებშიც დარწმუნებული ხარ რომ შეუპოვარია და რეგულარულად ეხმარო მხოლოდ მას და სხვა დანარჩენი ვინც მოვა, შეგიძლია ვარი უთხრა. რატომ? იმიტომ რომ უფალს შენზე არ აქვს ყველა ადამიანის დახმარების სიმძიმე გადმოდებული ზურგზე. საკმარისია შენ ერთი ადამიანი ჭეშმარიტი შეუპოვარი აარჩიო, ვისაც დაეხმარები. საკმარისია ეს. საუბარია ჭეშმარიტ შეუპოვარზე. კარგი გიორგი, ვიპოვეთ ჭეშმარიტი შეუპოვრები, მაგრამ ამ შავი მაგებისგან როგორ დავიცვათ თავი, რომლებიც ლარიანს ან კონკრეტულ თანხებს ითხოვენ და ამით აკეთებენ შავმაგიას ადამიანებზე? მარტივად, შენ რომ 2 ლარი თხოვა და 3 ლარი მიაწოდე და გაბრუნდა ხმის ამოუღებლად, რატომ გააკეთა შენი აზრით ეს და რატომ არ გამოგართვა 3 ლარი? იმიტომ რომ იმ განთქმით რა განთქმას გააკეთა, შენ რომ სხვა თანხას აძლევ, ის იმ თანხას ფიზიკურად ვერ გამოგართმევს. აქედან მარტივი დასკვნა, უსაფრთხოების მექანიზმი. თუ კონკრეტული შეუპოვარი გთხოვს კონკრეტულ თანხას, ყოველთვის მიეცი სხვა თანხა და დაცული ხარ. აღარ იმუშავებს მისი განთქმა. მან 3 ლარი იმიტომ არ გამოგართვა, რომ აზრი არ ქონდა უკვე მის განთქმას. ვარესი დაუბრუნდებოდა უკან. გესმით? ამიტომ შენი დაცვის გარანტი არის სხვა თანხა მიეცი იმის ნაცვლად, რაც გთხოვა ყოველთვის და ყოველთვის დაცული იქნები. ის იმიტომ გატრიალდა ხმის ამოუღებლად, რომ დაამთავრა უკვე შენთან ყველანაირი კონტრაქტი, ვეღარაფერი ვეღარ დაგიდო. შენი სხვა თანხის შეთავაზება იყო ვარის თქმა. მორჩა აღარ ქონდა სხვა განთქმებს აზრი, სხვა რაღაცის გაკეთებას. დაამთავრა, მან შენგან მიიღო არა ვარი. ამიტომ ეს არის შენი დაცვის გარანტი. ესეთ შავმაგ ვითომ შეუპოვრებთან. რასაც გთავაზობს, ის არ მიიღო შენი შესთავაზე და ამით დაიცავ თავს. მე როგორ ვიქცევი შეუპოვრებთან, ჩემს გამოცდილებას მოგიყვებით. მე პირადად თითოეულ შეკვეთას როცა ვიღებ, წილს ვაძლევ ყოველთვის შეუპოვარს, კონკრეტულ შეუპოვრებს, რომლებიც არჩეული მყავს. მინიმუმ 5 ლარს თითოეულ შეკვეთაზე. თავზე საყრელი თანხა ნამდვილად არ მაქვს მერწმუნეთ. უბრალოდ შენ თუ რაღაც შემოგდის შემოსავალი, შენს შემოსავალში თუნდაც არ გქონდეს. ეს არის მადლი, რომელიც უნდა გაანაწილო შენზე შეუპოვარ ადამიანთან. ეს არის შენი ღვთიური ვალდებულება. შენ გჭირდება ეს, იმ ადამიანს გჭირდება მადლია, უდიდესი მადლია და მოგიყვებით ამ უდიდეს მადლებზეც. ვაგზლის მეტროში, მეტრო ვაგზალსა და საბურთალოს გადასასვლელზე გვირაბი რომელიც არის. იქ არიან შშმ პირები, ბრმა შეუპოვრები, რომლებიც გარანტირებულად არიან ჭეშმარიტი შეუპოვრები. ასევე ვაგზლის მეტროში დადიანის მხარეს ამოსასვლელი, სადაც არის. ამოსასვლელთან არის ერთი ცალფეხა და ცალთვალა მამაკაცი, რომელიც არის ჭეშმარიტ
ჭეშმარიტი შეუპოვარი. მათ ვეხმარები ხოლმე რეგულარულად 5-10, რასაც შევძლებ. ის შიშუმი პირები, რომლებიც საბურთალოს გადასასვლელ ხაზზე არიან, ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ, საერთო საცხოვრებელში, გაჭირებაში წყალი ჩამოდით, ყველანაირი დისკომფორტი აქვთ, რაც შეიძლება არსებობდეს მათ. და იძულებული არიან გამოვიდნენ და მოწყალება ითხოვონ. იძულებული არიან. ის კი არა რომ უნდათ, ის კი არა რომ მათი პროფესიაა, არა. იძულებული არიან რომ გამოვიდნენ და მოწყალება ითხოვონ. დადიანის ამოსასვლელთან რომელიც არის, ის 3 საათამდე ჩერდება. მერე მიდის, საკვე ფულს რომ მოაგროვებს, შემდეგ მიდის. შენ რა შემოსავალიც არ უნდა გქონდეს, თუნდაც დაბალი. იმ შემოსავალში რომ ცოტა ამოისუნთქე, შენ ეს მადლი უნდა გაცე, რადგან ამისთვის ხარ, შენ აქ მოსული ჭეშმარიტად დედამიწაზე. მაგრამ ერთი რაღაც იცოდე, შენ თუ მადლს გაცემ, არაჭეშმარიტ ათხოვარზე, შეუპოვარზე კი არა, მათხოვარზე. შენ ეს არ გეთვლება, რადგან შენ შედეგს არდებ სამყაროში. ვაგზალზე რაც აგიღწერეთ, ესენი არიან ჭეშმარიტი შეუპოვრები, რომლებიც მართლა კვებისთვის მოდიან და იმაზე მეც არ იღებენ და არ იტოვებენ და არ რჩებიან მოწყალებისთვის, ვიდრე სჭირდებათ. და ასეთი ჭეშმარიტი შეუპოვრისთვის გამოსვლა მოწყალებისთვის არის უდიდესი სიმძიმე. გახსოვთ რა გითხარით დასაწყისში ექსპერიმენტი ჩავატარე მეთქი? მაგ ექსპერიმენტის დროს ის 2 წუთი თუ 3 წუთი მაქსიმუმ რაც ვიჯექი, თან ვიცოდი რომ ექსპერიმენტი იყო. ისეთი სიმძიმე ვიგრძენი, ისეთი სირცხვილი ვიგრძენი, ისეთი ტკივილი ვიგრძენი და ისეთი მდგომარეობა ვიგრძენი, რომ მასეთი ცხოვრებაში არ მიგრძნია. და ეს ჭეშმარიტი შეუპოვრები სწორედ ამ ემოციებს გრძნობენ. უწევთ გამოსვლა, უწევთ, ის კი არა რომ პროფესიაა მათი, უწევთ გამოსვლა. რატომ გრძნობს ჭეშმარიტი შეუპოვარი თავს ცუდად, როდესაც მოწყალებას ითხოვს? იმიტომ რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენთ რომ მოწყალებას მოვითხოვთ ქუჩაში. ის ადამიანებიც ესე არიან. ისინიც ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდნენ რომ აქამდე მივიდოდნენ და ამის გამო გრძნობენ ძალიან დიდ სიმძიმეს და ტკივილს. მაგრამ უწევთ გამოსვლა. ყველანი თქვენგანი, ყველაზე უკანასკნელად რაც შეიძლება იფიქროთ რომ თქვენ თავს მოხდება, ეს არის ის რომ მოწყალებას მოითხოვ ქუჩაში. ესეთ რამეს ვერ წარმოიდგენ და როცა იქ აღმოჩნდება ადამიანი, როდესაც თავადაც ვერ წარმოიდგენდა ამას საკუთარ თავთან. ის ამ დროს გრძნობს უდიდეს ტკივილს, სირცხვილს, სიმძიმეს. აი ვერ აგიხსნერ, თითქოს რაღაცა პრესში მოყევი და ჩაკპრესა რაღაცამ. და ეს ტკივილი და ეს რაღაც სირცხვილი და ეს ყველა რაღაც გაუგებარი შეგრძნებები, რომელშიც ამოყავი თავი, არის წარმოუდგენლად დიდი ტკივილის მქონე. მაგრამ უწევთ ამის გავლა, რადგან სხვა გზა არ აქვს. მე პროფესიონალ მათხოვრებზე კი არ ვლაპარაკობ, რომლებიც ბავშვობიდან იწვრთობიან და ბავშვობიდან ამაზე მუშაობენ და ჩვენს ხელში გაზრდილა რამდენიმე ბავშვი მათხოვრობაში. მე ვლაპარაკობ ჭეშმარიტ შეუპოვარზე, რომელიც იძულებულია გამოვიდეს. ის შიშუმი პირები საბურთალოს გადასასვლელ ხაზზე მეტროში, რომლებიც ბრმები არიან, ვერ ხედავენ, რომლებიც აი ამ მდგომარეობებში არიან, გაჭირებაში ცხოვრობენ, წყალი ჩამოდით ჭერზე, ერთად ცხოვრობენ თან საერთო საცხოვრებელში. აი გეგონება რაღაც საშინელებათა ჟანრის ფილმში ამოყავი თავი, ყველგან კედლები შავი, ყველაფერი ჩამობენძღილი, რაღაც ჩამოყრილი ჭერი, ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა. ხალხო, ქვემო ფონიჭალაში არის ეს საერთო საცხოვრებელი. და ის ადამიანი რატო გამოვიდა და რატო არის შეუპოვარი? იმ ადამიანმა ბრაილის კითხვა წერა იცის, განათლებები აქვს, ყველაფერი აქვს, მაგრამ არავინ არ ხედავს და არავინ არ უვლის და არავინ არ აფინანსებს და კარგად მოგეხსენებათ რა ხდება დღეს ჩვენთან. და ერთმანეთი მიყავთ და მოყავთ ფონიჭალიდან ვაგზლის მეტრომდე. თან როგორ ქალაქში? თქვენ იცით ბრმისთვის როგორი არის საქართველოში სიარული? როგორც ხა უკუნეთ სიბნელეში, თბილისის ქუჩებში იარო. და სადღაც 1 კილომეტრში ლამპიონია ანთებული, შუქი, დანარჩენი სიბნელეა და ის ლამპიონი ჩათვალეთ არის ის რომ შუქნიშანზე არის ხმა, რომელიც უსინათლოს ეხმარება გადავიდეს. იმის იქეთ ყველგან არის სიბრმავე. არაფერი არ ჩანს, სადრა გადასასვლელია, სადრა გადმოსასვლელია, სიბნელეა ბრმისთვის ირგვლივ ყველაფერი. შიშუმი პირებისთვის ხო საერთოდ სიბნელეა. შიშუმი პირები საერთოდ სახლიდან ვერ გამოდიან. ისეთი მდგომარეობაა ქუჩებში. არცად არ არის არაფერზე მოწყობილი და მარტო ვალდებულებებს იხსნიან და ისეთი ასასვლელებია, მაგ მე ვერა ვარ, თასვლელი ვერა ვარ, მაგ შიშუმი პირი როგორ უნდა ავიდეს და აბსოლუტური კატასტროფა ხდება და ნახეთ ღმერთი ამ ყველაფერს უყურებს. უფალი უყურებს ამ ჭეშმარიტად შეუპოვრების მდგომარეობას. და ეხლა სად მივდივარ? შენ რომ ამ ჭეშმარიტ შეუპოვარს ეხმარები, ეს არის უდიდესი ღვთიური მადლი. მათთან რომ გავივლი, როცა შეკვეთას ვიღებ და ფულს ვიღებ, 5 ლარს მინიმუმ ჩაუდებ ხოლმე. და ვერ წარმოიდგენთ როგორი ლოცებიან. თქვენ ხართ ჩვეულებრივი, მოდით ცოტა უხეშად დაგელაპარაკებით
ეხლა რომ გუნს მოხვიდეთ. ადამიანები არიან იდიოტები პირდაპირ მნიშვნელობით. თქვენ ცხოვრობთ სიზმარში. თქვენ არაფერი არ იცით ამ სამყაროში რა ხდება. დადიხართ ტაძრებში და ილოცებით. დადიხართ მკითხავებთან რიგები დგას და მადლებს ეძებთ და ჭეშმარიტი მადლი გარანტირებულად გეუბნებით. და ჭეშმარიტი სალოცავი არის ერთ-ერთი და ძალით მოსილი ადგილი ვაგზლის მეტროს საბურთალოს გადასასვლელთან უსინათლოებთან და ჭეშმარიტ შეუპოვრებთან. ეხლა ვიღაცა იფიქრებს რა სიგიჟეს ამბობსო, მაგრამ აგიხსნით ეხლა ყველაფერს. რამდენი ჩაუდებ ხოლმე 5 ლარიანს ხელში, რომ გავივლი ხმას არ ვიღებ. ისეთ ლოცვას წარმომითქვამს, ისეთ ლოცვას მეუბნება ხოლმე, რომ აი პირდაპირ თვალს მჭრის, მე ხომ ხედავ ენერგიას. ჩემი სტიქია არის ხალხო, ენერგია. მთლიანად დამუხტული ენერგია ვარ. ენერგია არის ჩემი ძირითადი პროფილი, მარტივად გეტყვი. ენერგიების მართვა, ენერგიების მექანიკა, სხვა დანარჩენი პროფილებიც მაქვს, რასაც გიზიარებთ, ცოდნებს, მაგრამ როგორც ასეთი ენერგია, ჩემი ძირითადი სვეტია. ყველაფერი ვიცი ენერგიაზე და ეს ადამიანები რომ ილოცებიან, მასეთი ენერგიები არტრიალებს არსად. ის რომ დაგლოცავს შენ. პირდაპირ რომ ილოცებიან, აი როგორი შუქიანათებს, იცით? აი გეგონება უფალი გამოგეცხადავ. რატომ ეხლა აგიხსნით? პირველ რიგში გააცნობიერეთ, რომ საქართველოში უსინათლო არის უდიდეს ტკივილში, უდიდეს გაჭირებაში, უდიდეს სიბნელეში და ყველანაირ დესტრუქციაში. და მასეთ მდგომარეობაში ადამიანი რომ შენ გლოცავს თან მთელი გულით, შენ რომ აიძულებ, მოდი უხეშენით ვიტყვი, მასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დაგლოცოს თან მთელი გულით, შენ ვერ წარმოიდგენ. ვერ ხვდები შენ რას აკეთებ მაგ დროს. ვერ ცაცნობიერებ შენ მაგას. რა ძალა წარმოიქმნება მაგ დროს. იმიტომ რომ არანაირი მიზეზი არ აქვს იმ ადამიანს, რომ ილოცოს და შენ გლოცავს. ეს არის ძალა და სასწაული სამყაროში. ამიტომაც არის მათი დალოცვა, იმხელა შუქი ანათებს, თვალებს მჭრის ხოლმე. რომ ჩაუდე ფულს, დაგლოცოს უფალმაო და მთელი სიყვარულით ამბობს, აი ის გრძნობს, ის ღმერთთან არის პირდაპირ. ძირითადად ვეხმარებოდი ხოლმე იმ ბატონს, ცალი ფეხი და ცალი თვალი რომ აქვს, 3 საათამდე რომ არის, დადიანის ამოსასვლელთან. ერთხელ არ იყო დილით ის კაცი. გადავედი საბურთალოს ხაზისკენ და ჩაუდე აი ამ უსინათლოებს და ჩაუდე და ხმა არ მომიღე. ისინი ვერ ხედავენ და ხელს ჩაუკუჭე და უცებ ხედავ, მლოცავს, მაგრამ მლოცავს ხედავ, მაგრამ უკრიდან მანათებს ძალიან დიდი შუქი მესამე თვალით ხედავ. და გავჩერდი უცებ და მეც რა თქმა უნდა ავტომატურად ლოცვას უგზავნი, მაგრამ ძალიან დიდი შუქი შემომანათა. გესმით? დაგლოცოს უფალმაო, თან ეს თავს წერს და თან უფალს ეუბნება, თან მე მეუბნება ერთდროულად. დაგლოცოს მეთქი უფალმა და წამოვედი და მას შემდეგ მივხვდი, რომ ეს ადამიანები არიან უდიდესი ღვთის მადლით სავსე. და თქვენ ისეთ იდიოტობაში და ისეთ სიბრიყვეში იმყოფებით, რომ ტაძრებში გაქვთ რიგები, კითხავებთან გაქვთ რიგები, რომ რამე გეშველოთ. აი ესეთ სიბრიყვეში ხართ. და ჭეშმარიტი მადლები არის აქ და ესეთ ადგილებში, ესეთ ადამიანებთან. იმასთან არის ყველაზე მეტად ღმერთი, იმასთან მის გვერდით დგას. და შენ პატარა მისხალს რომ გაიღებ მის მიმართ, უფალი გასაჩუქრებს 10,000 ჯერ მეტით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვისაც ჭირდებოდა, იმას დაეხმარე. და შენ მიდიხარ და ვიღაც შავი მაგის რიგში ხარ. აი ესეთ სიბნელეში ხართ, გესმით? ესეთ სიბნელეში ხართ. მადლებს ეძებთ იოგებში, მედიტაციებში, ტაძრებში, მოძღვრებ და ტაძარში არის მადლი, მაგრამ ჭეშმარიტი მადლი ვერაცნობიერებ სად არის? ბოლოს და ბოლოს დაფიქრდი, რას გეუბნები? სად არის შენი აზრით ჭეშმარიტი მადლი და ქრისტემ სად გასწავლა ჭეშმარიტი მადლის ძიება? ყველაზე შეუპოვრებთან. ვერ ხვდები სად არის ჭეშმარიტი მადლი? აქ არის ჭეშმარიტი მადლი, რასაც გეუბნები. გარანტირებულად გეუბნები, მათთან არის ჭეშმარიტი მადლი. ეს შუშუმ პირები, ეს ჭეშმარიტად შეუპოვრები არიან უდიდესი მადლის მქონენი. ეს თქვენთვის დღემდე არავის არ უთქვამს, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება. მე ეს დავასაბუთე, მე ამას ვხედავ, მე ეს ვიცი და თქვენ სად ეძებთ მადლებს? სად არის ენერგეტიკული ცენტრი, იქ სადღაც კარგი ყოფილა ასვლა უფალთან დავიწადი, შვილო, სადა მოხვედი ამ წვერვალზე. მოდი, კარგი ამ ტაძარში ამ წვერვალზე, მაგრამ წადი და ჭეშმარიტ ტაძარში დაილოცე, შვილო, შეუპოვარი, უსინათლო, წყალი ჩამოდის, გაჭირებაში. აქ არის, შვილო, ჩემი ჭეშმარიტი სალოცავი, ამ წვერვალზე ამოხვედი და ამდენი ფული დახარჯე, საწვავი ჩაასხი, ის ჩაასხი და ჩემი ჭეშმარიტი შვილი, სადაც ჭეშმარიტი ტაძარი მიდევს მასში, რომელსაც უჭირს, მაგ საწვავი ეყოფოდა ერთი კვირა რომ არ ეშიმშილა. ვერ ხვდებით თქვენ ბევრ რაღაცას. რატომ? იმიტომ რომ შეგაჩვიეს სხვა რაღაცას. უფალთან ილოცეთ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტ შეუპოვრებთან. შენ რომ უფლის ყველაზე გულსათუთ შვილს უვლი და მასზე იწყებს ზრუნვას. შენ მაგით ეხები უფლის გულის სიმებს. პირდაპირ მნიშვნელობით
მშობლობით. ვერ ხვდები მაგასაც? ვერ ხვდები უფლის გულის სიმები, სად არის ყველაზე მეტად ჩაქსოვილი? რა ადამიანებში? ყველაზე მეტ შეუპოვრებში. იესო ქრისტემ ეს ხომ გაჩვენათ, გასარკვევ ენაზე. რატომ დაგვავიწყდა ეს? სასაცილო იცით რა არის? დადგება დრო და აღარ იქნებიან შეუპოვრები და არც თქვენ არ გექნებათ ესეთი მადლების გამომუშავების და გაკეთების საშუალება. აი ეს არის სასაცილო, რომ ეხლა ვერ ამჩნევთ ჭეშმარიტი მადლების კეთების შანსს და მადლს იქეძებთ, სადაც მადლი არ არის. და ამიტომაც ვერ იღებთ მადლს და არ ვიცი რა გითხრათ. ბევრ ამაზე დაფიქრდით. შენ რომ მოწყალება გაეცი, შენ ამით აგრძნობინე მას, რომ ისი ტკივილის გესმის და თითოეულ ამ მოქმედებაზე ღმერთს ახსენებ მას. მას ღმერთი ისედაც ახსოვს გამუდმებით. ამიტომ ილოცება თორემ. გეტყო და მადლობაო. მაგრამ თითოეულ შენ ამ მოქმედებაზე ღმერთს ახსენებ მას. ახსენებ იმედს, შუქს უმთებ სიბნელეში და 1000% აკეთებ და ის რომ გლოცავს შენ, ეს არის დამიჯერე, ეს არის უდიდესი მადლი. აი როგორი მადლია, იცი? მაგაზე უნდა ნადირობდე შენ. მაგ უნდა იყოს რიგი, ცივილიზებული სამყარო, ჩვენ რო ვიყოთ, რაღაც აზრი გვესმოდეს, სულიერება გვესმოდეს და ესეთი რაღაც გვესმოდეს, მასეთ შეუპოვრებთან უნდა იყოს რიგი. მაგრამ ამის ნაცვლად შავმაგებთან გაქვთ რიგები, რაღაცე გაუგებარ ადგილებზე გაქვთ რიგები, იქ დადიხართ და ვერაფერი ვერ გშველით. იარეთ მაგ. მე დავდივარ და უფრის ჭეშმარიტ ტაძარში ვილოცები ესეთ ჭეშმარიტ შეუპოვრებთან და ვისაც დახმარება სჭირდება იმ ადამიანებთან, ნებისმიერ ფორმაში. ჩემი ჭეშმარიტი სალოცავი ტაძარი არის ეს. ეს არის გზა ღვთისა. ხო და გიზიარებთ გზა ღვთისას. როგორ მიიღო ჭეშმარიტი მადლი, რასაც სანთლით ეძებ და მწვერვალებზე დადიხარ და ხან იქ მიხვედი, ხან აქ მოხვედი, ხან ოქროს ძეწვი შეწირე აძარს და ვერაფერი შედეგი ვერ დაგედო, იმიტომ რომ გზა ღვთისა არის აქ და არა იქ, სადაც დაგიდეს, გაიგე? და სადაც ეძებ შენ და ვერ პოულობ, რა თქმა უნდა. ერთი ქალბატონი არის, ბრიზენტისგან შეკრულ სახლში ცხოვრობს. როცა გამოდის ზაღლები ეფერებიან, კატები ეფერებიან, ბავშვები ეთამაშებიან, ამ ქალბატონს გამუდმებით ღიმილი აქვს სახეზე. მინახავს აცრემლებული ვიღაცამ ცუდად მოექცა. ყველანაირ ფორმაში მინახავს, მაგრამ ყოველთვის ბედნიერი სახე აქვს მაქსიმალურად. რაც შემიძლია ყოველთვის ვეხმარები, მაგრამ ყოველთვის ამის საშუალებას არ მაძლევს. როცა მივდივარ და ვეუბნები, აი მაგალითად გამომართვით 10 ლარი თუ შეიძლება. არა, არ მინდა, დღეს არ მჭირდება. რაც ჭირდება, იმის მიხედვით ცხოვრობს, არ იღებს მეტს. და ამასწინათ ქალაქგარეთ მივდიოდი და ქეში გამომელია და ერთი წუთით მეთქი სანაგვე ურნასთან იყო, რაღაცას ეძებდა და შეიძლება თანხას მოგცემ თქო. გადახსენი საფულე დამინახა, რომ 15 ლარი მქონდა და 5 ლარი მივეცი. და უცებ მაჩერებს და მეუბნება, მადლობაო, ღმერთი მოგცემს ფულსო. ოთხარი ჯამთელობა მინდა თქო. ისე მითხრა, აი ჯამთელობა, არ იღელოა კაცო. გექნება და არინევრულო მაგაზე ერთი წამითო. ისე მითხრა, გეგონება თლიანი სკანირება ჩამიტარა საავადმყოფოში. ანუ ისე მითხრა, ენერგიულად ვიგზენი, აზრები ყველანაირი ღვთიური წავიკითხე, რომ გარანტირებულად მელაპარაკება ადამიანი. მაგაზეო კაც არც ვამახვილებ ყურადღებასო. ფული შემოგივაო ეხლაო მალეო. მეთქი, ხო, დაგლოცთ. არაო, ეხაო მალე ფული შემოგივაო. თან თვალებში მიყურებს, ისე მეუბნება. და უცებ ხედავ, რაც მითხრა, ან მომავალი დაინახა პირდაპირ დაინახა, ხილვა ქონდა, მარტივად გეტყვით. აი, წმინდანებს რომ ხილვა აქვთ, ისეთი ხილვა ქონდა. ძალით მოსილია და რომ მითხრა უკვე მივხვდი, რომ გარანტირებულად ეს მოხდებოდა და იმ დღესვე დასარიცხები ქონდა, დიდი ხანი გაწელეს ცოტა და რამდენიმე კომპანიამ დამირიცხა თანხები. იმ დღესვე, რასაც არ ველოდებოდი. მაგრამ იმ ქალმა რომ მითხრა, უკვე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. რატომ? იმიტომ რომ მე ეს დავინახე და მანაც დაინახა ეს. რატო? იმიტომ რომ ძალით მოსილია და დამლოცა. სხვა დროს მაგ ქალბატონზე შენათავაზები მაქვს 10 ლარი, 20 ლარი ვარი უთქვამს. არა, მაგ არ მჭირდება, რა აქვს? არკებს დაატარებს და ნაგვის ურნაში საკვებს ეძებს, რა აქვს? არ აქვს. გესმით, მაგრამ ჭეშმარიტი შეუპოვარია და ამაშია საქმე და ძალით მოსილია და უფლის ენერგიებით გატენილი და სავსეა. ჭეშმარიტი შეუპოვრები არიან ჭეშმარიტ ღვთიურ ძალაში, რომლებიც ილოცებიან. მათი დალოცვა უდრის ძალიან დიდი ძალის არის. არ გესმით თქვენ, სადღაც მწვერვალებზე ადიხართ, ვიღაცეებთან დადიხართ, ყველგან ეძებთ ღმერთს იმის გარდა, სადაც იესო ქრისტემ დაგიტოვათ ღმერთი. რა ქნა იესო ქრისტემ? ყველაზე შეუპოვარი ვინც იყო, მას აკითხავდა, უსინათლოს მიაკითხა, იმას ვერ ხვდებით, რატომ გააკეთა ეს? ვერ ხვდებით ქრისტეს ჭეშმარიტი სალოცავი ადგილი სად არის? ესეთ ადამიანებშია და მათთან ილოცეთ და დიდ მადლს გააკეთებთ, დააგროვებთ და თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ქრისტეს ჭეშმარიტი სალოცავი არის მასეთ შეუპოვრებში და იქ ილოცეთ და მიიღებთ ღვთიურობას. ამიტომ გაეცი მოწყალება ჭეშმარიტ შეუპოვართან და შენ მიიღებ ჭეშმარიტ ღვთიურობას. დაგლოცოთ უფალმა, დალოცოს ყველა ქართველი საქართველო. ამინ.